გორში პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მატულობს. მაჟორიტარი დეპუტატობისთვის თავდაცვის ორი ყოფილი მინისტრი იბრძოლებს. ირაკლი ალასანიას შემდეგ დეპუტატობის კანდიდატად საკუთარი თავი დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა წარადგინა. ყოფილი მინისტრები დარწმუნებული არიან, რომ გორში არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებენ. საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი არც ოპოზიციის სხვა კანდიდატებს ეპარებათ, თუმცა მათი ოპტიმიზმი მმართველ პარტიაში როგორც ჩანს არ აღელვებთ. აქტიური საარჩევნო კამპანია გორში აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება. როგორ აფასებენ საკუთარ შანსებს მაჟორიტარობის კანდიდატები და როგორია მოსახლეობის განწყობა ქალაქში. რეპორტაჟი გორიდან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გორის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა. ოქრუაშვილი კანდიდატად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ კონკურენტებზე ნაკლებად ფიქრობს. როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი პრობლემა ქალაქში გავრცელებული სტერეოტიპია, რომლის მიხედვითაც ფულს და სამეგობროს ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ოქრუაშვილი ოპონენტების შეფასებისას საკმაოდ ფრთხილი იყო, თუმცა ირაკლი ალასანიას არჩევნებში დამარცხება უკვე მიუსამძიმრა. ირაკლი ალასანიას მე კონკურენტად ვერ ავიქვავ, არა იმის გამო, რომ ის არ მიმაჩნია ძინებწონიან ფიგურად, არამედ იმის გამო, რომ მე ზოგადად არ ვიცი, რა დგას მისი ამ გადაწყვეტილების უკან, რატომ გადაწყვიტა მან, რომ გორში იყაროს კენჭი. წარმატებები მინდა უსურვო, მაგრამ ყოველგვარი ირონიის და სარკაზმის გარეშე ვამბობ. წინასწარ ვიზიარებ წუხარებას მისამ დამარცხებისათვის განზრახულ ბრძოლაში შესრულებად. ერთ-ერთი უმთავრესი დაბრკოლება, რომელიც აღმოაჩინეს, ეს არის სტერეოტიპი, რომ სწავლას, განათლებას, პატიოსნებას და შრომას არანაირი ფასი არ აქვს და ფასი აქვს მხოლოდ ფულს, ნაცნობობას და საქმიანობას. ეს არის სტერეოტიპი, რომელიც იქნება ჩემი მთავარი კონკურენტი ამ ბრძოლაში, ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ირაკლი ალასანიას ოქრუაშვილისთვის დღეს არ უპასუხია. ალასანია გორის მაჟორიტარ კანდიდატად 2 დღის წინ მას შემდეგ დასახელდა, რაც თავისუფალი დემოკრატების უკვე წარდგენილმა კანდიდატმა თამაზ შიოშვილმა ბრძოლაზე უარი განაცხადა და პარტია დატოვა. შიოშვილის მსგავსად პარტიიდან სხვა წევრებიც წავიდნენ. ამის მიუხედავად ალასანიას შტაბში დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებში გამარჯვება არ გაუჭირდებათ. ვერ ვიტყვი, რომ მქონდა პრობლემები, რადგან ადამიანებმა თავისი სურვილის მიხედვით გააკეთეს არჩევანი, ბატონი თამაზ შიოშვილი დასასვენებლად წავიდა სახლში, ხოლო დავით წეწვაძე უკვე ოცნების რიგებს შეუერთდა. თითოეული წევრის წასვლა პარტიისთვის თანაც ძალიან დიდი ხნის წევრების, ადამიანების, რომელთაც დიდი შრომა აქვს გაწეული პარტიაში, რა თქმა უნდა არის ძალიან გულდასაწყვეტი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იქნება შეიძლება 1/10 ხმა. არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. ნაციონალურმა მოძრაობამ და პაატა ბურჭულაძის პარტიამ გორში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს და საარჩევნო კამპანიაც დაიწყეს. ნაციონალური მოძრაობა გორელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას პირდება. ბურჭულაძის პარტია კი ადგილობრივების მხარდაჭერის მოპოვებას სოციალური ფონის გაუმჯობესების დაპირებით ცდილობს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი კუდის შიდა ქართლის სამმართველოს ყოფილი უფროსი ალექსანდრე გოგლიძეა. ბურჭულაძემ კი კანდიდატად გორში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეწარმის შვილი ზურაბ წკრიალაშვილი დააყენა. რაც შეეხება ბატონ იოსებ მაკრახიძეს, მე ვფიქრობ, რომ იგი ღირსეული კონკურენტია, კარგი გორელია, ჩვენ უკვე იმდენი მხარდამჭერები გვყავს და იმდენი პოტენციური ამორჩეველი, რომ ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან უნდა გაუჭირდეს ჩვენთან შერკინება ბატონ იოსებ მაკრახიძეს. და რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარებს, სამივე მაჟორიტარობის კანდიდატები ჩემი კონკურენტები ვერ იქნებიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ის პარტია, რომელმაც წლების განმავლობაში გორში ბევრი სასიკეთო რამე გააკეთა და გორელებს ეს კარგად ახსოვს. რა თქმა უნდა, ჰქონდა შეცდომებიც, მაგრამ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ კარგად დავფიქრდით და მივხვდით, რომ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია გორში ინფრასტრუქტურული პროექტები ისევ განახორციელოს, ისევ უკეთესი პირობები შეუქმნათ სოფლად გლეხს, ეს პარტია ვართ ჩვენ. ოპოზიციური პარტიების კანდიდატების ოპტიმიზმი მმართველ პარტიაში არ აღელვებთ. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არც ერთ მათგანს კონკურენტად არ განიხილავს. იოსებ მაკრახიძისთვის წარმატების მთავარი ფორმულა ის არის, რომ გორში მას კარგად იცნობენ. ძილძველი გორელი ვარ. გორის სინამდვილეში ბევრი კეთილი საქმეები მოდის გაკეთებული. როგორც ქალაქში, ისე რაიონში. იმედი მაქვს იმის იმედი, რომ დარჩენილ არჩევნებშიც გავიმარჯვებ და უფრო მეტ სიკეთეს მოვუტან ჩემს ამორჩევლებს.
იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის და ხელისუფლების კანდიდატები დარწმუნებული არიან, რომ გამარჯვებამდე მხოლოდ 57 დღე აშორებთ, გორის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჯერ ისიც კი არ გადაუწყვეტია მივა თუ არა არჩევნებზე. ჯერ ვერ გადამეწყვეტია ის მეც. კი, მაგრამ კიდე დრო არის დამოუკიდე. აღარ არის რა. ყველას 5 წელი ველოდეთ, ხო ვასია? საკმარის ყველა მართალია საერთოდ ლაპარაკობენ, ვერ ვნახოთ რა სიზარ. და ნაგათი. ამანერეთ არის კაცო. არჩევნები. რა უნდა რომელსაც რომელი გამოგვაქვს. აი მის ხარ რომელი გამოგვაქვს. არამედ გამოგვაქვს, რაც მინდა საერთოდ ხმას მისცე. ცხელი ზაფხულის შემდეგ გორში კიდევ უფრო ცხელ შემოდგომას ელოდებიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას პოლიტიკოსები აგვისტოს ბოლოდან დაიწყებენ.